პროცესი უკვე დაწყებულია და მშენებლობის ნებართვაც ალბათ მალე მომზადება ეგრეთ წოდებულ არაბულ ქალაქთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი კრწანისის ტყე-პარკთან დაკავშირებით, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა, რომ მას მიენიჭოს განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობას კანონმდებლობის გვერდისავლით სრულიად სხვა ავტონომიური წესრიგი შეიძლება შემოიღოს ამ მიწისნაკვეთის განაშენიანებასთან დაკავშირებით და გვერდი აუაროს მთელ რიგ საკანონმდებლო მოთხოვნებს. კონკრეტულად კი მთავრობას პირველ რიგში ევალება, რომ განსაზღვროს განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო ამის შემდგომ შესაბამისი სააგენტო იზრუნებს იმაზე, რომ მომზადდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა. ალბათ ბევრმა იცით, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემა უკავშირდება რამდენიმე ეტაპიან პროცედურას, თუმცა ამ პროცედურებს როგორ და რა ტემპით გაივლის ამის შემდგომ კონკრეტული პროექტი, ეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ წინასწარ განუსაზღვრელი იქნება და მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება პრაქტიკულად ყველაფერი. მთლიანობაში კი პირადად მინდა ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილებაც და ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ამ პროექტთან დაკავშირებით მშენებლობის ნებართვის თვალსაზრისით იქნება მომზადებული, გაცემული, პრობლემატური იქნება გარემოს დაცვის მიმართულებით.